მოსავლის ამღების სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა დაიწყო. ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. პროგრამის შესახებ დეტალურად დელეგატის ბიუროს წარმომადგენელ ილია საყვარლიშვილთან ვისაუბრებთ. ილია, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმები, ნინო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ილია, რას გულისხმობს პროგრამა და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? ეს პროგრამა რამდენიმე წელია რაც ხორციელდება და პროგრამის ბიუჯეტი როგორც თქვენ ბრძანეთ 5 მილიონი ლარი არის. ეს ეხება უშუალოდ მოსავლის ასაღები ტექნიკით დაინტერესებული ფერმერებისთვის, ასევე კოოპერატივებისთვის, ან კერძო იურიდიული პირებისთვის, რომელსაც ჭირდებათ. აქ საუბარია ნებისმიერი ტიპის მოსავლის აღებაზე, იქნება ეს მარცვლეული კულტურა, თუ თქვათ კენკროვანი კულტურა, თუ თუნდაც ვენახის შემთხვევაში ვიცით რომ არის თითოეული კულტურისათვის განკუთვნილი ტრანსპორტი, რომელიც მექანიზაციური ტრანსპორტი ლაპარაკი, რომელიც აღებაში, ასე ვთქვათ, დიდ როლს თამაშობს. აქ ჩაის კრეფა იქნება თუ სხვა ნებისმიერი. შესაბამისად, ვისაც ჭირდება და აქვს ამის გამოწვევა და უნდა რომ გქონდეს, ასე ვთქვათ, ახალი თანამედროვე ტექნიკა, რომელთაც გაიმარტივებს სასოფლო სამეურნეო პროცესებს, ზუსტად მათთვის არის ეს პროგრამა. პროგრამა მოიცავს ნებისმიერი სახის მოსავლის ასაღები ტექნიკის შეძენას, მათ შორის მისაბმელების შეძენასაც, ანუ ეს არ არის მხოლოდ დამოუკიდებელი კონკრეტულად მიმართული თქვათ კომბაინზე. ახლა კახეთში ძირითადად რა სახის ტექნიკაზე არის ხოლმე მოთხოვნა, რა ძირითადად აქ ჩვენ გვჭირდება მოსავლის თქვის მარცვლოვანი კულტურისთვის, ამ შემთხვევაში მარცვლოვან კულტურაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, იმიტომ რომ კომბაინები და ამ მიმართულებით, თუმცა სხვა მოსავლის ასაღები ტექნიკის თემატიკა საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება, ანუ ეს კონკრეტული მიმართულება სიაფით არ გამოირჩევა. შესაბამისად, მხოლოდ საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის არის ხოლმე ესე ვთქვათ ინტერესის ობიექტი. თუმცა კიდევ ერთხელ ხარს უსვამ, თუ ვინმეს დაჭირდება ვთქვათ სხვა ნებისმიერი სახის ტექნიკის შეძენა, აქ შეზღუდვა არანაირად არ არსებობს. მაგალითად ტრაქტორის შეძენა თუ შეუძლიათ ამ არა, ტრაქტორის შეძენა არ შედის, ეს ეხება მხოლოდ მოსავლის ასაღებ ანუ აქ არის კომბაინების ტიპის სისტემის მინდა რომ ჩვენ მომაყურებელმა კარგად გაიაზროს და გაიგოს, რომ ეს არის კომბაინების ტიპის ტექნიკაზე მხოლოდ და ჩაის კრეფისთვის საჭირო ტექნიკაზე. დანარჩენი აბსოლუტურად სხვა სახის ტექნიკა ან მისაბმელი აქ ნამდვილად არ შედის. დაფინანსების თემა ასეთია, რომ 30% არის სახელმწიფოს თანადაფინანსება, მაგრამ არა უმეტეს 250.000 ლარის. თუ თქვათ ეს კონკრეტული ბენეფიციარი არის თქვათ კოოპერატივის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში 50%-მდე ადის თანადაფინანსება, ასევე მაღალმთიანი ზონებისთვისაც ზუსტად იგივეა. შესაბამისად, განცხადების მიღება ხდება ელექტრონულად, არის იქ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე სარეგისტრაციო ფორმა, ვისაც დახმარება ჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ დავეხმარებით დოკუმენტაციის ატვირთვაში, ასევე ვისაც დაჭირდება კონსულტაცია თუ რა უნდა დოკუმენტებია მოსაგროვებელი, ეს დევს, რა თქმა უნდა, ვებგვერდზე, იქვე ჩავნეთ თვალში, მაგრამ თუ ვინმეს ვთქვათ უჭირს ურთიერთობა ელექტრონულ სივრცესთან, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, გავუწევთ შესაბამისი დახმარება. ამიტომ თუ ვინმეს ექნება სურვილი, შეგვიძლია მოვიდეს ჩვენთან და ჩვენ რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავუკეთებთ. ამ პროცესი რთული ნამდვილად არ არის, საერთო ჯამში უნდა გასათვალისწინებელი არის კიდევ ერთი დეტალი, რომ კონკრეტული ეს წარმოებული ტექნიკა აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმ 2 წლით, ანუ არა მაქსიმუმ 2 წლის, ანუ 5 და 6 და 7 წლის წარმოებული ტექნიკა ვერ იქნება. ისიც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ 5 წლის განმავლობაში ამ ტექნიკამ საქართველოს საზღვარი არ უნდა გადაკვეთოს, ასევე 5 წლის განმავლობაში არ უნდა მოხდეს გასხვისება, ან გაყიდვა და რეალიზაცია და ისიც გაითვალისწინოს, რომ 5 წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი დაიდება სოფლის განვითარების სააგენტოსთან 5 წლის განმავლობაში გირავნობის კუთხით გადაეცემა სოფლის განვითარების სააგენტოს, რომ ეს რისკები, რაზეც მე ხალხზე ჩამოვთვალე, მაქსიმალურად იქნეს დაზღვეული. 5 წლის შემდეგ ფლობელობაში გადავა ეს. რა თქმა უნდა, 5 წლის შემდეგ უკვე გადავა საკუთრებაში და მერე შემდეგ, რა თქმა უნდა, როგორც უნდა, ისე მოიხმაროს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ 5 წლის განმავლობაში ვინც ამ პროგრამით შეიძინოს კონკრეტულ ტექნიკას, ვერ მოახერხებს როგორც ჩამოვთვალე ზემოთ რეალიზაციას და ვერ გაიყვანს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში რამდენად აქტიურად სარგებლობენ ამ პროგრამით? იცით რა არის ესე დეტალური ინფორმაცია, კონკრეტული ციფრები ამ ეტაპზე მე არ მაქვს, მაგრამ ისთანაც ვქონდა მე შეხება ამ განკვეთილი წლების განმავლობაში.
ეს ციფრი მაინდამაინც დიდი ვერ არის და ფიზიკურად ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს არ არის თქვათ იაფასიანი ტექნიკა, აქ საუბარი არის თვითონ კომბაინის ღირებულებები რომ ავიღოთ დაახლოებით მილიონი ლარის ფარგლებში პლუს მინუსი, ესე მერყეობს, შესაბამისად მოგეხსენებათ ახლა აქ კი არიან მსხვილი ფერმერები, მაგრამ ჩვენი მუნიციპალიტეტი უფრო მეხილეობის მიმართულებით არის. მოგეხსენებათ და მარცვლეული კულტურების კუთხით მხოლოდ და მხოლოდ არაშენდის, კაჭრეთის და ეგრეთ წოდებული უკანამხრის ზონაში არიან დაკავებულები მარცვლეული კულტურის მოყვანით. შესაბამისად, ეს არ არის მსხვილი ფერმერები, რამდენიმე ადამიანია და მათ ვიცი რომ ნამდვილად აქვთ სასარგებლები ამ პროგრამის ფარგლებში და ნაკლები აქვთ ვთქვათ, მისაბმელები კომბაინებისთვის და თუმცა ეს რაოდენობა და ციფრი, რა თქმა უნდა, ისეთი მასშტაბური ვერ იქნება, როგორც ვთქვათ, ეს იყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დახმარებაში, აი ეგრეთ წოდებული ტრაქტორების პროგრამაში. იქ უფრო რა თქმა უნდა, ეს მასაზეც იყო გათვლილი, ხელმისაწვდომიც იყო და ბევრ შეეძლო, რა თქმა უნდა, სარგებლობა, მაგრამ აქ თანხა თვითონ ამ ტექნიკის ღირებულების იმდენად დიდია, რომ აქ თუ არ არის საშუალო ამ მსხვილი ფერმერი ფიზიკურად, აქ რაოდენობით ბიუჯეტიც 5 მილიონია, ძალიან ბევრიც რომ მოინდომოს, ბევრმაც თვითონ გამოყოფილი თანხაც არ არის ხელა დიდი რომ რაოდენობებში დიდ მასშტაბზე გავიდეს. აი როგორც ვიცი, ასევე კაჭრეთში არის ცალკე პროგრამა, ხო? ეს პროგრამა სულ სხვა პროგრამა არის, აქ ფინანსდება მხოლოდ და მხოლოდ ხელის ტრაქტორები, ანუ ეგრეთ წოდებული მოტობლოკები. ეს არის ირიგაციით გამართული მიწის ნაკვეთების სისტემის შევიც არის, ანუ სარწყავი სისტემით მოწესრიგებული მიწის ნაკვეთებზე. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანის ხელშეწყობის პროგრამა, ასე ქვია. მხოლოდ კაჭრეთის მოსახლეობა შეუძლია ის. ეს არ არის გათვლილი, ამ პროგრამაში ფინანსდება როგორც ასეთურმეურნეობები, ასევე ფინანსდება ასე ვთქვათ, ესეთი ტიპის ტექნიკის შეძენა, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ სოფელი კაჭრეთია ჩართული. ეს ვთქვათ, საპილოტო პროგრამა გახლავთ, რომელიც გაეშვა და შესაბამისად, ვიცი მე და ჩვენ მქონდა რამდენიმე ადამიანთან შეხება, რომლებმაც სოფელ კაჭრეთიდან შეიძინეს აღნიშნული ტექნიკა და ისარგებლეს. აქ 50%-იანი დაფინანსებით არის, ახალგაზრდებზე 60%-იანი დაფინანსებით არის. უფრო დეტალურად რო გამომარტოთ, რას გულისხმობს დიახ? ხო, ამ შემთხვევაში ვინც არის დაინტერესებული, თქვათ, და ვისაც აქ თავისი მიწის ნაკვეთი ან ნებისმიერი, თქვათ, სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწა, რომელზეც შეიძლება გარკვეული კონკრეტული კულტურების მოყვანა, ამ შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში, თუმცა იქ შეზღუდულია მუნიციპალიტეტები, გურჯაანის მუნიციპალიტეტი სრულად არ არის და მხოლოდ სოფელი კაჭრეთი არის აღებული. შესაბამისად, აქ რა არის? მაგალითად, სოფელ კაჭრეთში მცხოვრებ ადამიანს თავისუფლად აქვს შესაძლებლობა მოაგროვოს შესაბამის დოკუმენტაცია, რომელთაც ამ პროგრამის კრიტერიუმები ითვალისწინებს და თქვათ შეიძინოს თუნდაც ეს ეგრეთ წოდებული მოტობლოკები. 50% ღირებულებას სააგენტო დაუფინანსებს და შესაბამისად 50%-ს გადაიხდის თვითონ. ეს შეუძლია გამოიყენოს პირადი მოხმარებისთვის, კონკრეტულად მეურნეობისთვის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აქაც უნდა გიცოდეს ბენეფიციარმა, რომ 2 წლის განმავლობაში ვერ მოახდენს ამ შემთხვევაში გასხვისებას და რეალიზაციის თემას. ანუ ეს უშუალოდ უნდა იყოს გამოწვევებიდან გამოწვევებისთვის, რომლების წინაშეც კონკრეტული მცირე ფერმერი დგას. აი მარტო კაჭრეთი რატო შეირჩა გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან? მაგას მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. ეს ასე იყო, ნუ მე როგორც განმარტე სააგენტოში და როცა ვიკითხე, ეს არის რომ საპილოტე იყო, დიდი ბევრი მუნიციპალიტეტი არც არის მოცული, შიდა ქართლია აღებული ძირითადად. მაინც კარგია რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი ხო და მოხდა აქეთ შიდა ქართლთან ერთად მოხდა კახეთის და ჩვენი სოფელის, სრულად კახეთიც არ არის ჩართული. ეს პროგრამა იწყება ხომ ოქტომბერში, შესაბამისად ახლა მინდა ყველას უთხრა რომ ეს კონკრეტული პუნქტი, რაც არის მოტობლოკების ან ხელის ტრაქტორების დაფინანსება შეჩერებულია, იქიდან გამომდინარე ბიუჯეტი უკვე ამოიწურა, შემოდგომით ისევ განახლდება, რა თქმა უნდა და ისევ შეუძლიათ ვისაც აქვს ამის სურვილი, შემოდგომიდან კვლავ ასე ვთქვათ, მიიღონ მონაწილეობა, პროცესი მარტივია, საბუთები, აქაც შეგვიძლია რომ დავეხმაროთ, საბუთებს მოაგროვებენ და ელექტრონულად ხდება შემდეგ უკვე ატვირთვა ამ საბუთების განაცხადის შევსება, გაგზავნა სააგენტოში და შემდეგ უკვე დაფინანსების თემა. აქ ერთ დეტალი მინდა კიდე აღვნიშნო, რომ არ გამომრჩეს ამ მოსავლის ასაღებ ტექნიკასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარს მოვიდა თანხმობა და სააგენტო თანხმობა რომ დაუფინანსონ, კონკრეტულად თქვათ, მაგალითისთვის რომ არ ვთქვათ კომბაინის შეძენაზე, თუ 20 ნოემბრამდე
ბენეფიციარი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციებს, რომლებიც აუცილებელია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მას შეუწყდება ხელშეკრულება. ანუ გამარჯვების, ეგრეთ ვთქვათ, გამარჯვების შემთხვევაში, თუ ბენეფიციარმა არ მოაწესრიგა ტექნიკური სახის დოკუმენტაცია, 20 ნოემბრამდე აქვს ამისი ვადა, ამ საკმაოდ დიდი ვადა აქვს მიცემული სააგენტოს გარდა, რომ მოაგვაროს ყველა დეტალი, რომ ისარგებლოს ამ პროგრამით და ასევე კიდევ ერთი დეტალია გასათვალისწინებელი, რომ ვინც მიიღებს აქ მონაწილეობას ინუეში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ საგარანტიო ვადას უნდა მიაქციონ ყურადღება, მინიმუმ 6 თვეზე მაინც უნდა ვრცელდებოდეს გარანტიის თემა, რომელსაც მწარმოებელი გასცემს კონკრეტულ ტექნიკაზე და კონკრეტულ მოდელზე. დიახ. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა და მოგაწოდა ინფორმაცია და ახლოს მომავალში ხომ არ იგეგმება კიდევ ახალი პროექტები? მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ, კი, მოგეხსენებათ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბატონმა დავით სონღულაშვილმა დაანონსა ცვლილებები და რეფორმები სახელმწიფო პროგრამებში აპრილის თვიდან ამას სულ მალე გავიგებთ, გვეცოდინება კონკრეტული დეტალები, ამ ეტაპზე მე დეტალური ინფორმაცია არ თქმა არ შემიძლია, მაგრამ უახლოეს ხანში გვეცოდინება ის სიახლეები და რეფორმები, რომლებიც ამ პროგრამებში შევა. მადლობა.